შრომის ინსპექციის სამსახურმა ერთ-ერთ საქმეზე დასაქმებულის მიერ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოთქმული განსხვავებული მოსაზრების გამო სამუშაო ადგილზე შევიწროება დაადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელმა ინსპექციის მიერ გაცემული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 13 დღის შემდეგ სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის საფუძვლით დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა. ინსპექტირების განხორციელების შემდეგ შრომის ინსპექტორების მიერ დადგინდა, რომ სხვა თანამშრომლების შემთხვევაში, რომლებიც ასევე ვერ ასრულებდნენ სამუშაო გეგმას, დამსაქმებელს არ გამოუყენებია მათ მიმართ ასეთი მძიმე დისციპლინური ზომა, როგორიც სამსახურიდან გათავისუფლებაა. ინსპექტირებისას ასევე გამოიკვეთა, რომ რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური არაჯანსაღი სამუშაო გარემოს მიზეზით დატოვა, რაც საჩივრის ავტორის გათავისუფლების შემდეგ მკვეთრად გამოიხატა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჩივრის ავტორთან შრომითი ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყდა, რაც მან ინსპექციას მიმართა დისკრიმინაციისგან თავის დასაცავად. შრომის ინსპექციის სამსახურმა ფაქტების დროში თანხმედრის, დასაქმებულთა მიმართ არათანაბარი მიდგომისა და სხვა ინფორმაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და ორგანიზაციას ჯარიმის სახით სანქცია დააკისრა. ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ აკრძალულია დასაქმებულის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა, თუ მან საკუთარი უფლებების დასაცავად შესაბამის ორგანოს მიმართა.